Breaking news coming out of Gaza where ალ-ჯაზირა აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის იერიშის შედეგად მათი 5 ჟურნალისტი დაიღუპა. ტელემაუწყებლის განცხადებით მისი ცნობილი კორესპონდენტი ანას ალ-შარიფი იმ 5 ჟურნალის შორის იყო, რომლებიც კვირას გვიან ღამით ქალაქ ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოსთან ახლოს ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპნენ. ინციდენტი ტელეარხმა მიზანმიმართულ იერიშად შეაფასა. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით ჭურვი საავადმყოფოს ტერიტორიის მახლობლად მდებარე ალ-ჯაზირას ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ კარავს მოხვდა. ალ-ჯაზირას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი თანამშრომლების, მათ შორის კიდევ ერთი კორესპონდენტისა და 2 ოპერატორის მკვლელობა პრესის თავისუფლებაზე კიდევ ერთი აშკარა და წინასწარ განზრახული თავდასხმა იყო. ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს ეს ინფორმაცია და განაცხადეს, რომ ალ-შარიფი ჟურნალისტის როლს თამაშობდა რეალურად კი იგი ჰამასის წევრი იყო. თავად ალ-შარიფი და მისი ტელეარხი ალ-ჯაზირა ამ ბრალდებას უარყოფდნენ. ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა გასულ თვეს შეშფოთება გამოთქვა, რომ არ არის დაცული მისი უსაფრთხოება და ის ისრაელის სამხედროების დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნეა. ალ-ჯაზირას წამყვანმა განაცხადა, რომ მაუწყებლის ჟურნალისტები ისრაელის მიზანმიმართული დარტყმის შედეგად დაიღუპნენ.